დაფასება. და აი, დღევანდელი დღე დასტურია ამისა, რომ ჩვენ ქვეყანას მრავლად ყავს პატრიოტები. ბატონი რეზო ზიუბილის აღნიშვნა, მისი ღვაწლმოსილების დაფასების იდეა წამოვიდა ჩვენი მუნიციპალიტეტის მესვეურებისაგან. შემდეგ მახოს საჯარო სკოლის წარმომადგენლებიც ერთმანეთს შეუერთდნენ და სხვებიც, რომლებიც ამ დარბაზში სხედნან: მეგობრები, მეზობლები, ნათესავები. ეხლა კი სცენაზე ვხავთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ბატონ ბადრი ნაგაშიძეს. იუბილეს მინდეცვა. როდესაც ავიკითხე 80 წელი, მათ შორის 60 შემოქმედებითი საქმიანობა, ძალიან დიდი შრომის გამოახდინა. კეთრი ბატონოს. ძალიან დიდი საინტერესო გზა გავიდა. სამშობლოში არ იყო, მოახერხე ბატონოსთან ერთობა და დავწუნე ეს არის ნამდვილად ვარსაც საინტერესო, ძალიან თბილი, ძალიან ფაქტიარი და ნამდვილად ქართველი კაცი, რაინდული სულისკვეთების კაცი, ქართული ხასიათის კაცი და მოვიდა მთელი გულითასობით მიმოიცვამას დღევანდელი დღე. დიდი მადლობა ბატონ რეზო, რომ თქვენ ზრდით ასეთ ბავშვებს. საქართველოს არ უზრია გადაშენება, სანამ თქვენისთანა ხალხი იქნება ჩვენს გვერდში, სანამ თქვენ იქნებით ამ ბავშვების პედაგოგი. ვერანაირი გლობალიზაცია ვერ წაშლის საქართველოს და ვერ მოახდენს მის ნიველირებას, სანამ ჩვენში იქნება ეს ქართული სული, ქართული ტრადიციები, ქართული კულტურა, ცეკვა და სიმღერა, რითაც ჩვენ ვიცნობს მთელი მსოფლიო. მე მინდა გადმოვცეთ ჩვენი კოლეგების განათლების სამინისტროდან, განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროდან მომოცვა, ქალბატონი ინგა განათლების მინისტრი ჩათვალეთ მექანიზმად არის დღესაც და მინდა გადმოვცეთ საჩუქრები. ეს არის სწორად არის შერჩეული ჩემი აზრით აჭარის საგანძურა. იმიტომ რომ თქვენს ჩვენი სულიერი განძიმძანდებით მოიწევთ კითხვით ბატონო, შეგვიძლია ეს თანდათან განსაკუთრებით ადამიანებისთვის, ჩვენთვის და მე დაასრულებული ბატონ რეზოსთვის არასდროს ასე მოდივლებით არ იცოდება როგორც თავისი პედაგოგის იუბილეზე. დიდი მადლობა გოგონი, რომელიც ხალისიანად იყო დაუბრუნდა საღამო. ეხლა სცენაზე ვთხოვთ ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატს ბატონ აბელ ბექტაშვილს. მოგესალმებით ამ საზოგადოებამ, მიმესალმები ყველა ხელოვანს. ბატონ რეზო, სულითა და გულით მინდა მოგილოცოთ დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ხოლო თქვენი შემოქმედებიდან 60 წლის იუბილე. მე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელით მინდა გადმოგცეთ მოკრძალებული საჩუქარი. ხოლო სიგები თქვენი დამსახურებული ცხოვრებისათვის. იხარეთ აი ლექციები. ჩვენ ვაღებული ხართ კიდევ უამრავი თაობა აღზარდოთ. გაიხარეთ. ეხლა გვინდა მოვიწვიოთ ხელვაჩაურის რაიონის ყოფილი რაიონის მდივანი ბატონი თამაზ ცინცაძე. ეხლა კი მინდა მოვიწვიოთ სცენაზე ჩვენი იუბილარის ვაჟიშვილი ბატონი ნუკრით ავარდქილაძე. ხო?
მიფასებადება მოგესალმებით. მადლობას გიხდით მთელი ოჯახის სახელით მობრძანებისათვის, მოთმენისათვის და იმ ყურადღებისათვის, რასაც მამაჩემი იმსახურებდა. აი მართლაც დიდი მადლობა აი იმისათვის, რომ დღევანდელი დღე შედგა და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა. მე ძალიან მიგებული შუქი გამოერთო, მაგრამ აი საზოგადოებას, რომელსაც მე ხედავ ცოტა მომხდევებს და მამაჩემის დღევანდელი დღე მართლაც სასახაობო რამადა ჩაიერა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მე ხელმძღვანელებს, მადლობას ვუხდი ადამიანებს, ვინც ორგანიზება გაუკეთა დღევანდელ დღეს, გაალამაზა, გაამშვენა ჩვენი გარემო. აი მონაწილეებს უყველას მადლობას ვუხდი. ძალიან მისიამოვნე, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ულოცა მამაჩემს იუბილეს და ყველაზე მთავარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და იმედი მაქვს, რომ აი თავის მოღვაწეობას როგორც ადრე წარმატებით განახორციელებს და ასაკის მიუხედავად გააკეთებს როგორც შეეფერება საქმეს და მოემზადება 90 წლის იუბილესაც. ეხლა კი სცენას ვუდგოთ მახალსაჯარო სკოლის მოსწავლეებს სიმღერით ყური უდიდეს საქართველოს.
მიესალმოს საზოგადოებას. ყველაფერი ითქვა და შეძლები მოგვაქვს ადრობას ყველას დიდ მადლობას ძირფასო საზოგადოება ერგონდა ას კაციანი გუნდი თავისი ანსამბლი ცეკვის ანსამბლი აქ ჩვენთან მუშაობდა როსტომ ჭანიძე სადღაც აქ არის კიდე ძალიან ენერგიულად მუშაობდა ეს შემდეგ გააგრძელა ერმილე ზარქვა ბევრადზე გამოვედი ფესტივალებზე ყველგან განსაკუთრებით ლაზური ცეკვა რომელიც წლების მანძილზე მოღვაწეობდა იყო დრო როცა ადრე იყო ენვერ ხაბაძე აჭარის ანსამბლის ხელმძღვანელი და მან მიიწვია ჩემი ლაზური ცეკვა იმიტომ რომ ეს ანსამბლი განხმული იყო აჭარის ანსამბლი თბილისში ფესტივალზე წავიყვანე და პრიზებით და მედლებით ჩამოვიდნენ მე მიხარია ის რომ ჩემი სოფლის მონაწილეები ყველა კარგად იყვნენ ასთან ახლა მე მინდა გითხრა რომ მე მყავდა ერთი კარგი კაცი თქვენ ცნობილია ჩვენი გოლმეურნეობის თავმჯდომარე ლევან ჭედნიშვილი რომელმაც დააგვირგვინა ჩვენი ანსამბლი ფორმები და ყოველწლიურად ფონდში შეხვდა კულტურის ფონდიდან 5,000-10,000 მანათი და იკერავდით ანსამბლებს დაწიომა. არ მივიწყებ კიდევ მონაწილე ჩამოვწერე მე ყველას აღმართოს და გეტყვი ლაზური ცეკვის მონაწილეებს შუქრი გორიძე იყო ხელმძღვანელი თავიდან მე დავითაშვილი ალი უზღვა სათავეში იხანშესული კაცი ვერ იხსენებდა მალე სარგადასვლა გადმოსვლა იყო და მაგრამ იცოდა ისი მოღვაწეობდა შემდეგ ალი დავითაშვილი იყო ალი ყომახიძე სიმონატიდან ბეღრი ხაჯიშვილი ოსმან ხაჯიშვილი იოსებ ბეჟანიძე სიმონ დავითაცა და ბევრი სხვა იყო ხასანი იყო კიდევ მეჯაძე ბევრი სხვა და არცეთი არ არის შოვნას და არ დავიწყებას მიხსენებ ამას შემდეგ კიდევ მინდა ვთქვა რომ გუნდის გარდა კიდევ ყავდა მეჩვეულთა ანსამბლი რომელსაც ხელმძღვანელობდა დამსახურებული კულტურის მოღვაწე იური თავბერიძე მაგრამ ჰქონდა ძალიან კარგი ხალხური სიმღერები დონი აკარდიონი პანძური ჩორგული ჩაიგი ყველა ჩართული ხალხი და კარგი პრიზები მიიღებდა მე მყავდა კიდევ საკონცერტო ბრიგადა რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ახალი ხალხი მე ვხედავდი მაგას შემდეგ თავარი მონაწილე იუმორისტი იაშა ყომახიძე დაგვეუბნება და დროებით შეწყვეტა მუშაობა იგონებ მაგრამ წარსულ დღეებს კონცერტები ჩავატარეთ ხელვაჩავში, ობუნეთში, ფედაში, შუახევში, ხულოში და კურორტ ბეშუმის იალაღებზე რიაცის ქვეშ ბევრი რამეები ჩავატარეთ. ეს მონაწილე